დავითმა მეტად ჯიუტი და აბეზარის სიყვარული აიჩემა ქეთევანის მიმართ. პირველ ხანებში ხომ მიბორკილივით სულ მასთან იყო. ვნებითაც იწვოდა და ტრფობითაც, მაგრამ ხორციელობა ჭარბობდა. ხელმოსმულად და რიდდაკარგულად ყოველ წვრილმანში ერეოდა და როგორც ხშირად ხდება ხოლმე, იმის გულმოდგინეობას უარყოფითი ნაყოფი გამოგქონდა. ვერც ამას ამჩნევდა. აბეზარად ელიზღვებოდა და თავისივე ძნელის სიყვარულით უფრო იხიბლებოდა და იმთქებოდა. ასე ვთქვათ, რაინდისა და ვაშკაცის ასეთი სულწასულობა და ლირბის შეფრფენა ვერ ეგუებოდა ქეთევანის დინჩსა და თავშეკავებულ ხასიათს. არ მოსწონდა, არც ეხალისებოდა დავითის ზედმეტი თაფლიანობა თუ წვრილმანი ჭირვეულობა. ცუდი ის იყო, რომ სხვა რამ სულიერ საზრდოსაც ვერ უთანაბრებდა ურთიერთს ახალი ცოლ-ქმარი. ქეთევანი ღრმად და გულწრფელად მორწმუნე იყო, დავითი კი ღვთისბრმად მოშიშარი, თანაც თავუხლარად მრუში და მსმელი. ქეთევანი გულდადებული მწიგნობარი მოქართულე იყო, დავითი კი მწიგნობრობაშიც მხოლოდ სახელისმაძიებელი. ქილილა და დამანას თარგმნა მეტად მჭლეთ უნდილად მიღოღალდა. ქეიფაღლუმებსა და მზეთუნახავი მეუღლის გულის მოგებას ანდომებდა დროსა და ძალას. ამას კიდევ აპატიებდა ქეთევანი, მაგრამ სამეფო საქმეებშიაც განზრახ გულგრილობას იჩენდა. ეს კი მისთვის ვერ ეპატიებინა დედოფალს. განსაკუთრებით მას შემდგომ, როდესაც მიზეზიც გაიგო. ახლა რაც უნდა ვიამაგო, რას სიბრძნე არ უნდა გამოვიჩინო, მამის ხელიდან გამოსულად ჩათვლია. არა ჩემად. მერმე, ეგ რა სათაკილოა? კითხავდა ქეთევანი. დავითი კი თავისას გაიძახოდა. მაცალონ მარტო მართვა და მაშინ ნახონ ჩემი სიმწიფე. სხვის ხელში და თვალში ცქერა, ყურმოჭრილი შემწეობა კი არ შემიძლია. ეს ჩემს ძმას, გიორგის უფრო ეხერხება და შეფერის კიდევაც. მე კი დავითი მქვია. ქეთევანის ყოველი აჯა ამაო გამოდგა. დავითი არა მარტო ჯიუტად მოსიყვარულე იყო, არამედ ჯიუტად მოაზროვნეც. მაგრამ ისიც შეამჩნია ქეთევანმა, რომ მისი მეუღლე ომან ჩოლოყაშვილის უხმოდ და გაუკითხავად მიმყოლი და დამჯერი იყო. ეს ვერ გაეგო ქალს. რა მიზეზის ძალით მოიპოვა ომან საღვთო ხუცესმა დავითზე ესოდენი ძალა გავლენა. მარტო მამამტეობით ამის ახსნა ურწმუნოდ ეჩვენებოდა. კიდევ ერთ რამეში ვერ თვისობდა ცოლ-ქმარი. დავითი გაბმით მსმელი იყო, ხოლო სმაში მეტად ანჩხლი, შემდგომ სნეული. ჰაშიშსაც და თრიაკსაც გასწყობოდა. ბევრი ეცადა ქეთევანი. დაყვავებით თუ მდურვით ჰაშიშს კი დასთხოვა, მაგრამ ღვინის ჭარბობას კი ვერას გზით ვერ გადააჩვია. იმას ღამიაღწია, რომ ფრიად ნასვამიც და ნაანჩხლიც ქეთევანის მისვლისთანავე ბალღივით მისი დამჯერი და თვალებში შემყურე იყო. კახტბატონმა, რაღა თქმა უნდა, იცოდა თავისი ვაჟის ხასიათი და განსაკუთრებით უფასებდა რძალს, რომ არასოდეს არც ერთი უამური სიტყვა ან საყვედური არ ვისმენია ქეთევანისაგან თავისი ჭირვეული და ძნელად საგუებელი ქმრის შესახებ. ალექსანდრე უკვე გართულებულ შინაოჯახურ ურთიერთობაში ქეთევანის სიტყვას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა.
შინაოჯახური ურთიერთობა კი მართლაც გაურთულდა კახთბატონს. ორი მოწიფული ბატონიშვილი, ორი რძალი. ერთი წამოზრდილი, მალე გასათხოვრად სავარაუდო ასული ნესტანი. დაავადებული დედოფალი მარიამ და მუდამ მტკივნეულ ღვიძლად მოკიდებული შორს ისპაჰანში გამძევლებული კონსტანტინე. ყველაზე უფრო მამას მაინც დავით უფლისწული აწუხებდა, მრავალ მხრივ აფიქრებდა. კახთ მეფედ სამემკვიდრეო და არც თუ ღირსეულად მიაჩნდა სნეული, მალე მრწმენი, ჭორის ამყოლი და აფიცხი. გულით გიორგის სურდა, დინჯი და გამჭრიახი. ხალხსაც და ახალ თავადობას თუ მოურავებს, იგი უფრო სურდათ სამერ მისცოდ. ეს კარგად იცოდა ალექსანდრემ. მაგრამ უფროსი ძეობის უფლება და დიდ თავადების ერისთავყოფილების სურვილი ალბათ დავითისაკენ იყო. ორივეს თავთავისი. ჯერ ჩამოუყალიბებელი, ძმად ნაფიცი მეგობრულ ურთიერთობაში გამორჩეული დასტა გააჩნდა. ალექსანდრემ იცოდა, საკმაო იყო მისი წაფერხება, რომ ეს დასტები შეთქმულთა დასებად შეკრულიყვნენ და მაშინ ისევ თავიდან დაიწყებოდა შინაბრძოლისა და განხეთქილების ვარამი. დავით სომან-ჩოლოყაშვილი და თავისი ვაჟი ბარამი მრავალი ნათესაობით ედგა მხარში. მასვე მიეკედლა ერეკლეს სიკვდილის შემდეგ, ასე ვთქვათ, უბატონიშვილოდ დარჩენილი გორჯას პენდრონიკაშვილი, აგრეთვე დავითის ლოთობისა და სიღოდის მუდმივი ამფსონი და ოიმბაზი ვახტანგ ვახახიშვილი, მოხუცსარდლის ანდერმანის შვილი. ზოგნი ჯორჯადეთაგანიც და ქარს მიყოლილი ძველკობურა თავადობა. ხოლო გიორგის ირგვლივ თავს სიყრიდნენ ერეკლეს ნამეგობრალნი ვაჩნაძენი, ჯანდიერი და ახალ წარჩინებული თავადაზნაურობა. ძმათა მეტოქეობა ჯერ მართალია წვრილმანში, მაგრამ მაინც ყველგანი გრძნობოდა. სუფრაზე თუ აღლუმში, ლაშქარ-წვევაში თუ სხვა თათბირზე. ავის სანიშნო კიდევ ის იყო, რომ დავით უფლისწული ყველაფერში გამომწვევად ებაძებოდა ძმას. ყველაზე უფრო ამ შინაგან განუკითხავ ბაქიაობას ალექსანდრე და ქეთევანი გრძნობდნენ და განიცდიდნენ. კარგად გრძნობდა ამ საშიშროებას ზოსიმე ბერდიდიც და ჯანდიერიც, ხოლო ფრიად მტკივნეულად განიცდიდა ზაზა კახნიაური. ერეკლეს შემდგომ იგი გულითა და სულით გიორგის დაუმეგობრდა, შეითვისა. ხოლო დავით უფლისწულმა ულოდნელად რუსული ენის სწავლა ისურვა და მწეთარჯიმნად ზაზა მოიწვია. თავის ახლო მიჩნეულთა მიმართ კი ფრიადი ეჭვიანობა იცოდა უფლისწულმა. პირველ ხანებში ყოველდღე სულწასულად მეცადინეობდა დავითი, თუმცა უფრო სიტყვების ზეპირობას ანდომებდა დროს და კარგი მეხსიერების პატრონმა ჰაიჰარად მალე აიდგა ენა. მერმე კი ხელი უტია, ისევ ონავრობასა და აფიონაღრეობას მიჰყო ხელი. ზაზა კი ამაო ცდაში და მოცდენაში იყო. იგი ფრიად ბეჯითი მდივანი და მწიგნობარი დადგა. მრავალ მოენის, დიდი სადუნის სახელი მოიხვეჭა. ადრე დაუდუღებლად დადინჯებულს მწიგნობრობაში მოენახა თავისი ცხოვრების დვრიტა და ადრევე მყუდროებას ეძებდა. ოჯახშიც ხელი შეეწყო. ხალიანასთან შეუღლების შემდგომ უშფოთვალ ბედნიერებას განიცდიდა.
მამუკანთ და მანასიან ოჯახები თითქმის გაერთიანდნენ. ხალიანასა და ზაზას ბედნიერებას შეხარობდნენ და მათ ხელს უწყობდნენ. საერთო შველითა და ძალით ქუჩაბანში სახლსა და სახლს შუა ოროთახიანი შენობა ჩადგეს. შუშაბანდი გაუმართეს და ახალ ცოლ-ქმარს სულ ახლო, მაგრამ მაინც ცალკე მყუდრო ბუდე გაუჩინეს. დაშოშმინებამ და ოჯახურმა ბედნიერებამ ხალიანა უფრო გამოალამაზა. ამოდა მოივსო სახე ტანი, ეშხიც იმრავლა, ტკბილ ხასიათი უფრო დაუსათნოვდა. ისედაც უანგარო და მოსიყვარულე, ახლა თავად ბედნიერებაში მყოფი, ყველასთვის სიკეთის მსურველი და ხელისშემწყობი იყო. ოჯახშიაც ხელმადლიანად ტრიალებდა და არც თავის ძველ ჭირის დობილს სალიხასი ვიწყებდა. მასთანაც ტკბილ თვისობა ჰქონდა. ზაზანთ შუშაბანდში სიყვარული ახლა ტანსავსე, მაგრამ დაშოშმინებულ ალაზანს ჰგავდა. იქ აღარ იყო წვა, დაგვა და ცეცხლ ხანძარი, მაგრამ ჭარბად იყო სითბო და გულთა შორისი ხვდომა. ზაზას კი ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს იგი გაუთავებელ ამბანდქებასაც წერდა. იქნებ უპირվել ცეცხლოდ, მაგრამ ტკბილად და გულპირმიწყობილად და მას მრავალენათა მცოდნეს, ხალიანასთან არ სჭიროდა არც ერთი. ყველაფერი როგორღაც თავისთავად გაგებულად გამოდიოდა. როგორ არა ჰგავდა მათი სიყვარული, დავით ქეთევანის სიყვარულს. ყოველ ბედნიერ დღეს მანასე მამუკანთ ოჯახები ერთიანად თავის ნაბარტყებთან შუშაბანდში მოდგებოდნენ. აქ იყვნენ მანასე, დარო, დავაშკაცებული ქიტესა, მამუკა, სათინო, სიაუში და უკვე ქართულად მოროხროხე მათერუსი. იგი ჩადგებოდა თამადად და თავიდანვე გრემ ქალაქის ორ საყვარელ საკვირველებას აღნიშნავდა. გრემ ბაზრის გატეხილ ქვევრსა და ზაზა ხალიანას გაუტეხავ შუშაბანდს. ქარი როდესაც ამოვარდა, გრემ სასახლეში ყველაფერი ჩათავებული იყო. მცირე აღლუმი, რუსთ ელჩებთან თათბირი, საზეიმო სუფრა. ბოლოს ალექსანდრე ისევ თავის სამუშაო დარბაზში განმარტოვდა. თავი მოუყარა, მოაშედეგა სხვადასხვა მხრისა და დარგის პირობა და მდგომარეობა. ყველაფერი შამხლის საქმეს მიუსადაგა. გარეთ კი საშინელი ქარი მძვინვარებდა. სასახლის ბანსახურავს გუგუნი გაჰქონდა. ფერად შუშაბანდებს კი 1000 წკრიალი. ალექსანდრემ სარკმელში რომ გაიხედა, ვება ხეები ლორდ ქოფოთლებიან კენწეროებს საქანელებივით აფრიალებდნენ. მოდიდებული ქარდაკრული გრემულა დიდრიყეს ხტომით მისდევდა. გაზაფხულის მუხლი და ძალი მოეღო. გზაზე დიდი კორიანტელი ცალფეხა დევკაცსივით მხარგაშლილად შემდგარიყო და გრემისკენ მიბორიალობდა. ალექსანდრე მოშორდა სარკმელს და თავის საფიქრალს მიუბრუნდა. მთაში ზვავები სადაცაა ჩამოთავდება. ცხენის გზაც გაიკვალება. ლეკები უკვე ახლავე გადმოდიან. დროა ჩვენს დავძრათ ბიჯი. რუსთ ელჩების გაზვიადებულ ცნობებს კახ ელჩების ეჭვი და სიფრთხილე მიუმატა. თავისებური ჯამი შუაში გაახო, თავისთვის დაასკვნა, რომ ზამთრის ლაშქრობისა არ იყოს შამხლის სათრგუნად თუ დიდსარა
მცირე ლაშქარს მაინც კვლავ გაგზავნიდნენ რუსნი. საქმის აჩქარება იზრახა. 9 კარის ქორწილის მომყოლი ნაბიჯის გადადგმა დროულად მიიჩნია. გაზაფხულის ქარივით ამოქმედდა კახთბატონი. სასახლის სამოხელონი ფეხზე დააყენა. მცირე მაგრამ რჩეული ლაშქრის წვევა კვირის სწორისთვის ბრძანა. ცხენკეთილობით და აღალმრავლობით გახაზირება დაუდო ზირა წესად. 100 ოდ თოფოსანი ახლავ შეამზადა, გიორგი ბატონიშვილი ელიმ შამხალთან აგზავნა. მოემზადოს, შენთან ერთად მალე გაუშვე ბუინაკს, უნდა ესეც ვცადოთ, ხიფათი მრავალია, მაგრამ სავარაუდო ნატამალი ზოგი რამ მიჩანს, იქნებ რუსებიც ავაჩქაროთ. მესმის მამაო ბატონო, დაუმალ შეუდგა გზას და სამზადის. აგრეთვე მოკლე იყო საუბარი დავით ჯანდიერთან. ლეკების თარეში თუ არის სადმე ჩვენს მიდამოში? გახლავთ ბატონო. ცოცხლივ უნდა მომგვარო ვინმე მათგანი. მოკლულებს არ ჩაგითვლი, გესმის? ცოცხლივ. წერილის წასაღებად მთაში. დავითი ერთ წუთს ჩაფიქრდა. გამოსადეგს შეგირჩევ ბატონო, მხოლოდ გუნდი მზად არის? გელიან. თქვენი ცხენების რემა უნდა მათხოვოთ ბატონო, ნახირს კი ადგილობრივ ვიშოვნი. ალექსანდრეს ჯერ ეუცხოვა ასეთი თხოვნა, მერმე გაეღიმა, თავის ტანზორბა ერთგულს ხელი გაუქნია. მიმინოს უნდა მიუფეთქო, აი გიდი, ჩემი კახური ბედაურები ღაჟო ჩიტებად და ბეღურებად ჩამითვალე? აგრე იყოს წაიყვა, არ კი გაატანოვეჟო. ძირითადი საქმეები რომ მოითავა კახთბატონმა, ახლა უფლისწული იხმო. იცოდა კვლავ ეჭვიანობასა და ჩუმსაყვედურებს დაიწყებდა. მაგრამ დავითი სასახლეში არ აღმოჩნდა. ომან სახლთუხუცესმა იაზრა. თავისი ვაჟი ბარამი აფრინა. თურქ ჩამჩიაქიმთან ნახე. იქ იქნება აუცილებლად მოვიდეს. მართლაც იქ აღმოჩნდა მხართეძოზე წამოწოლილი. ვახტანგ ვახახიშვილიც მასთან იყო. ჰაშიშს წევდნენ და მომავალზე ოცნებობდნენ. ქეთევანი მოლოგინების მოლოდინში იყო, ქმრის სადევრად აღარც მოცალეობა, აღარც გული ჰქონდა. ბოლოს კი სულ გაებუტა ღვინო გადაყოლილ უფლისწულს და თავის საწოლის კარი სულ გამოუკეტა. დავითმა საჯიბროდ და გულ გადასაყოლებლად კვლავ ჩამჩიაქიმის ჰაშიშხანას მიაკითხა. ოჰ, ბარამ ჯუჯავ, მოდი, მოსწიე, დაგვეწვიე. უკვე მე-7-ზე ვართ. მაგრამ ომანის შემონათვალით შეშინებულმა ჩამჩიაქიმმა ცივი წყალი და ნიშადურის წვეთები აყლაპინა უფლისწულს. ოდნავ მოაფხიზლა. რის ვაი ვაგლახი და ჩალიჩით მიიყვანა ბარამმა სასახლეში უფლისწული. ალექსანდრე ისე იყო გართული თავის საქმით, ერთს კი შეატყო ნაჰაშიშობა თავის მემკვიდრეს. განზრახვა მოკლედ გაუზიარა. ერთ მძახალს ვეხმარები მეორე მძახლის წინააღმდეგ. მეორე მძახალმა კონსტანტინე მოაგონა და გულის კუნჭულში
მარად შეუხორცებელი იარაყრუდას ტკივდა. დავითი კი ისევ ეჭვითა და შურით აღივსო, ისევ გიორგი იყო საქმის თავში, იგი კი აღარც ბოლოში. მე ლეკებზე აქ მაინც გამიშვი, ყრუ საყვედურით შებედა მამას. წადი, მაგრამ ღირსეული ხალხი იახლე. დავითი მამის დარბაზიდან გულზავად გამოვიდა და ისევ ჩამჩიაქიმის ჰაშიშხანას მიაკითხა. ჯანდიერმა ისევ ნაცათხეხს მიმართა. გუნდი მოფარებულში ჩაასაფრა, ხოლო მეფის რემა ალაზანში ჩადენა, ნაპირზე კი სოფლის ნახირი მოარეკინა. იცოდა, რომ სადმე მთის წვეროზე ლეკი მზვერავი სვავივით იჯდა და საკლანჭესაც დარაჟობდა. ხოლო ასეთი სანუკვარი, ასე ვთქვათ, საკლანჭე, როგორიც კახბედაურთა რემა იყო, რომელ ლეკს არ შეუბრუებდა თავს და მართლაც საღამოს პირას ცხენის ხაფანგში ლეკთა მომცრო ჯგუფი გაება. ბელქან თუშმა პირველმა შეამჩნია ჩუმი თავდავლური, აცალა და როდესაც ლეკები ბედაურებს მისწვდნენ, ბელქანის ჯგუფი წამოესია და წინ დაირეკა. ჯანდიერს ზედსაფარ ჩიხში შეულალა ცხენკაცი. მცირე, უთანასწორო ბრძოლა ჩაგრიალდა. 9 ლეკი ხელში შეაკვდათ კახელთ. 6 ისე მძიმედ დაიჭრნენ და დასახიჩდნენ, რომ ჯანდიერის შეფასებით მეფესთან მისაგრელად გაუარგისდნენ. დავითმა დატუქსა თავის ხელქვეითნი და საგონებელში ჩავარდა. ბედად 2 ლეკი კიდევ შემორჩენილიყო ჯაგებში. ყოველ მხრივ დაედევნენ. ერთი აქვე ცოცხლად გამოიჭირეს, მეორემ კი გაღმა გაასწრო. ახლა იქ შეიქმნა დევნა და ყიჟინი. გლეხებმა კომბლები დაატრიალეს. ჯანდიერმა თავისი ეგრეთ წოდებული ცოცხალი შეათვალიერა და გუნებაში დაუჯდა. გრემში გაბრუნება დააპირა, მაგრამ ვიდრე გუნდსა და ბედაურებს შეჰყრიდა, დავით უფლისწული წამოადგა თავზე. ნაბრძოლევი ადგილი მოსინჯა ამალითურთ. ჯანდიერმა გაფართოებულ თვალის კაკლებზე და ამოხასიათზე შეატყო, ჰაშიშნაძალი იყო. აფიონა ვახახიშვილსაც ეტყობოდა, დაკოდილი ლეკების დანახვაზე მან ახირებული ეგრეთ წოდებული თამაში აიჩემა, ჩაქვეითდა და უფლისწულს მიეახლა. დავით დიდო, ცალმუხტზე ლიქვნით ჩაიჩოქა და ხმა აამღერა. ნება მიბოძეთ ჩემი ხმლის ერთგულება და სიბასრე, აქვე გაჩვენოთ ლეკებზე, ჯერ ლეკებზე. მერმე ვიზედაც მომთხოვთ, ერთი მოკნევი, თავი. არადა, ჩემი თავკისერი დამიდვია შენი ბრწყინვალე ხმლის წინაშე. უფლისწულმა აზრგადასულად გაუღიმა და ნებართვის ნიშნად ხელი დარდი მანდად აუქნია. ჯანდიერმა დაასწრო, წასჩურჩულა. ურიგო გახლავთ ესე უფლისწულო, მეფის ბრძანებაა. დავითის ნაჰაშიშარ გონებაში ისევ გაზვიადებულმა ეჭმა ბნელ ღოჯი ამოურია. აღარც საქმის ბოლოში მიკარებე? ღიმილი უეცარმა სიბრაზემ დაუმანჭა, ჭახეთ შესწახა. მე თავად ვიცი რა არის სარიგო და რა ურიგო. ყვირილს კი სულ მოულოდნელი ხარხარით სააყოლა და ბრძნულად განსაჯა. არა ხო, ჯერ დახოცილებზე სცადე. 3 თავით მეტი მიანგარიშე. დახოცილებზე უფრო ძნელია, უშნოდ წვანან,
შეფრფენით შესძახა ვახომ და ხმალი გაიძრო. ჰეც წამოაყენე, წამოსვი წამოასკუპე, ხით-ხითით იჭაჭებოდა უფლისწული. დარდი მანდულია დავით დიდო, წამოვასკუპოთ, ერთ მოგებულ ბრძოლას უდრის. ვახახიშვილმა უახლოეს მოკლულ ლეკს ქოჩორში ჩაავლო ხელი, წამოსწია წიხლიც წამოსხოდა წელში ბელტი და ფარჩხი შეუღენა. თავჩაქინდრულად იჯდა მკვდარი, ვახახიშვილმა წინ ჩამოურბინა და ხმლის ერთი მოქნევით თავი მყისვე წააგდებინა. ტანი ისე ვიჯდა, ოღონდ ჩასაქინდრავი აღარა ჰქონდა რა. ჯანდიერმა სახე იბრუნა, ბელქან თუშს დაჭრილების გაცლა ანიშნა. არა, იყვნენ, მაგათი რიგიც მოვა, შესძახა უფლისწულმა და თავადაც იშიშვლა ხმალი. აბა, წამომისვი? მეც ვცდი იმეცა, ხმალი შეათამაშა და ეგრეთ წოდებულ წამომჯდარებს ცხენდა ერია. რასა გავს ეს? ყოვლად გულციუმა ჯანდიერმაც ვეღარ მოითმინა, თავის გუნდს ცხენებზე შეჯდომა უბრძანა. ენა დაიმოკლეს ეხნავ, გაზახა უფლისწულმა და უფრო აღგზნებულმა სხვა ახლა დაჭრილებისკენ გაიწია. მათ კვნეს საყვირილი შექმნეს. ამან უფრო გააშმაგა ჰაშიშნაძალი და ფიცხლად დაერია მათ. ვახახიშვილსა და ბარამ ჯუჯას დახმარებით სულ მალე ასე ვთქვათ დააჩუმა ისინი. ხედავს ეხნავ რა სწრაფად ცოდნია ენის მოკვნება? ხედველობაში გქონდეს. გაანა მარტო ლეკის ენა იკვნიტება ხელდახელ. არც ის გავატანოთ, არც ისა, წაშჩურჩულა ვახტანგმა და თვალყბით უკანასკნელ ლეკზე მიუჩვენა. ის ცოცხალიცაა და სახსალამათიც. უფლისწული ხელად მიიჭრა ხელებს შეკრულ ლეკთან. მეფის ბრძანება ამას უნდა მიუგვარო, ბარათ ისწამღებად, ალბათ მოგეხსენებათ. ცხენდა-ცხენ წინ გადაუდგა ჯანდიერი და ძლივს მოთოკილის სიდინჯე მოიშველია. მომეხსენება, ყველაფერი მომეხსენება, ჯერ ჩემი ჭირი და წერილი წაიღოს. ხმალი ხარიღლივ გადაუქნია. ჩაკვეთილი ლეკი იქვე ჩაიკეცა. დავით ჯანდიერმა ცხენს გადაუჭირა მათრახი და ჭენებით გაარიდა თავი უკვე ყელში მომდგარ სიბრაზეს. პირდაპირ ალაზანში ჩააგდო ცხენი, ფონს უგანა, ღრმაში შესტოპა და ცხენს რომ ჯიდაოზე გადაუარა და მასაც წელზე წუდა წყალი, მაშინღა მოერია აღშფოთებას. ღმერთმა ნუქნას მაგის მეფობა კახეთშია. ჩუმად ჩაუდუდუნა ალაზანს. გაღმა გაღწევისას ჩოხის კალთები ჩაიწურა და გზის პირას მოგროვილ გლეხებს მიაშურა. ცოცხალია? შორიდანვე მიაძახა ხალხს და ცხენი მიაგდო. გლეხები გამოიწიმნენ, ძეძვის ღობის ძირში მიმჯდარი ფეხშეკოჭილი ლეკი გამოაჩინეს. ცოცხალია, ცოტა დაკომბლეს ჩვენებმა, არც უმაგისობა იქნებოდა. ხმლით შემოგვიტია, მაგრამ ჩაქოლვა კი დაუშალე. აი, მეც კი მოხვდე მაგისთვის ნასროლი ქვა. ოქრო პაპამ გაკაწრული ხელი აჩვენა ჯანდიერს. ოქრო პაპავ, ჯანდიერი დაქვეითდა, ხელი ჩამოართო მოხუც. შენ გიშველა ღმერთმა თორე, იქ. ხელი გაღმისკენ გაიქნია და ჩაიქნია ჯანდიერმა, სიტყვა კი სულ მოსწყვიტა. ოქრო პაპამ მიმხდურად გახედა გაღმა ნაპირს. დავით უფლისწული გეწვია ადგანა. ქოხსალამურაც გამოიყოლა აქედანა. დარდად ჩამყვა. ავქეიფად იყვნენ ბატონ თავადები. მობრუნდება ქოხსალამურა და გიამბობს. ალექსანდრე მეფეს მიეცეს დღე გძელობა. დავითმა ახლა უფრო ახლო გასინჯა ტყვე. ლეკს ორივ ხელი კომბლების ცებით აღმოაჩნდა მოტეხილი.
მაგრამ სახეტანი თითქმის დაუზიანებელი ჰქონდა. ერთი სიტყვით, დავითის შეფასებით, გაჭირვების დროს მეფესთან წარსადგენად კიდევ ვარგოდა, ცხენზე შეასმევინა და გზას გაუყენა. სწორედ დროც იყო, გაღმიდან ფონში ჩამოწული უფლისწულის ჯგუფი შეამჩნია, წასვლისას ოქრო პაპას ჩასჩურჩულა. არიდეს სოფელი და თავად გუნდით ურთ გრემისაკენ გაგუსლა. დავით უფლისწულმა კი სოფელზე ავლა ისურვა. გაუკვირდა, რომ გლეხობა არ შემოეგება. სად არიან? ბრაზიანად შეეკითხა ქოხსალამურას. იგი კი გაღმა ეგრეთ წოდებული ხმალთამაშის ნახვით გულშემოყრილი იყო და თავადაც გაპარვას ლამობდა. ალბათ დაიხიზნენ ლეკების მოლოდინში, ბატონო. მე მაგათ უჩვენებ ლეკებს. გაჯავრდა დავითი და ერთ მაღლა დამოყვანილ სახლთან დაქვეითდა. მას არც ლეკები ედარდებოდა, არც გლეხები. მას გული ერეოდა და ეზიდებოდა. ვისი სახლია? ხოსიტა შილდაურის, ბატონო. რატომ ალაყაფში არ დამხვდა? არ იცოდა, ბატონო, თქვენი მობრძანება. კრძალვით უპასუხებდა ქოხსალამურა. ჩამოიღეთ, გაზახა თავის ამალას დავითმა. ყველა დაქვეითდა, მაგრამ ვერ ვინ იაზრა რა უნდა ჩამოეღოთ. ალაყაფი ჩამოიღეთ თქვენ, ხეპრეებო თქვენა. შეზახა ვახახიშვილმა და თავად პირველი სწვდა ძგიდეს. ჩამოღებული ალაყაფი ვეება მოტეხილ ფრთასავით გადაწვა ეზოში. ზედაც დაფეთებული ხოსიტა შილდაური მოვარდა. ვინ ხარ? სახე ემრიზა დავითმა. მასპინძელი გახლავართ ამ სახლისა და ამ ალაყაფის პატრონი. ახო, ორის სილაქი ხელი აუქნია დავითმა და ვიდრე ხოსიტა გონს მოვიდოდა, მარცხენ მარჯვენა ყბებში ორი მწარე სილა მოხვდა. აქეთ კი წააბარბაცა და წაქცეულ ალაყაფზე გადააწვინა. ახლა წადი, იმ ხიზძირას სუფრა გაშალე. ვერა ხედავ, დავით დიდი მობრძანდა, მიაძახა ვახახიშვილმა და ხის ჩრდილში ჩამოკიდებულ საქანელას მიატანა. იქვე ლამაზი საქარგავი და ქილისკოპწი აჭრელი ჩითები ეწყო. ვახახიშვილმა ხელი სტაცა, დავითს მიურბენინა. ნესტან დარეჯან ქაჯებს წყავთ, მოელის ტურფა გამომხსნელს. დავითმა გაიღიმა, მაგრამ გატანჯული მანჭვა კი გამოუვიდა. ბანგის ძალა ნელდებოდა და უამურობა ეუფლებოდა სულსა და სხეულს. მაგის პატრონმა გამიშალოს სუფრა, ნახოთ რა ფრინველია. ქეთში ქედანი იქნება. არა მოშაირევ? ქეთში ქედანი. თავის ნათქვამი მოეწონა დავითს და ქოხსალამურას მაღლიდან გადახედა. მოშაირემ კი უმალიცნო ხოსიტას გერის, თაკოს ნაქარგი და ჩითები. გული შეუტოკდა. თაკო სოფლის გასათხოვარი გოგოების ეშხი იყო. სხვა საცოლო ბიჭებს შორის ქოხსალამურასაც თაკოს სახელზე არაერთი ჩუმიკვნესა ჩაუტანებია თავის შაირებში. მაგრამ სუფრა თაკოს ძმამ გუცამ გამოიტანა. ზეთორნის პურები, ხმელი ხილი და დიდხელა და იდო. ვახახიშვილმა პირი აიპრიხა, ბესიას თვალი უყო. ჯერ თავად გუცას ღვინის ჭაშნი კი ააღებინა და მერმე ყანწით უფლისწულს მიართვა. მან მოსვა, მაგრამ ემწყლარდა. ეუგემურა ნაჰაშიშარს. მისთვის ღვინოს არც გემო და აღარც ძალა აღარ აქონდა. ყანწიანად გადააგდო. არო არგა. არაყი. ახლა მცირე ხელადით არაყი მოარბენინა გუცამ. ჯერ ისევ ბიჭს გაასინჯეს. მერმე დავითმა ხარბად შესვა და პეშვებზეც გადმოიდინა.
სული შეეხუთა, თავში აუვარდა და საქანელას თოქს ხელი შესტაცა. ახლა კი ვიქეიფოთ, ხრინწიანი ხმით ამოიძახა დავითმა და ამღრეული თვალები გადამოკაკლა. ამ დროს სახლის უკან ნაყანებში საქონელმა დაიბღავლა. ოხო, სამწვადეა, სამწვადე! თავად იძახის, ახმიანდა ვახახიშვილი. მან შესანიშნავად იცოდა დავითის სულისკვეთება სიფხიზლეშიაც და სიმთვრალეშიაც. ბესიაო, მოიყვა! დავითის მოხლე უმალ გადაევლო ღობეს და დეკეული ეზოში შემოაგდო. სუკები, მხოლოდ სუკები, დანარჩენი არა აზიანოთ რა. პატრონს ჰქონდეს. ბრძანა საქანელაზე გადაწოლილმა უფლისწულმა და ჩამოგდებულ ალაყაფთან მდგარმა გაოგნებულმა ხოსიტამ სულის მოთქმაც ვერ მოასწრო, რომ დეკეულს ზეზეურადვე ხანჯალი გამოუსვეს ხელში და დასცეს. გაუტყავებლად მხოლოდ ზურგი გაუფატრეს. სუკები ამოაჭრეს და ბესიამ ჯერ კიდევ გაუცივებელი ხორცი სათორნეში გაარბენინა. იქ მოფუსფუსე დიასახლის თუთიას შამფურები მისცა ხელში და თავად ხულაში შევარდა. შაშხი ჩამოიღო. ყველს სუნით მიაკვლია და დიასახლისის გაკეთებულ ერბო კვერცხში ჩაყარა. ზედაც შაშხი დააჭრა. გულსაურებს ქა? ფიქრ არ არის. ჩემს პატონს სმაში უხვიჭამა უყვარს, აბა მერმე კი ერთ კვირას ვეღარაფერ ჩაიდებს პირშია. ბესიამ ისღა დაფარა, რომ მასაც უყვარდა მუქთი ჭამა, სმის დროსაც და სმის გარეშეც, თუმცა უჯიშო ღორრივით არ იქნა მისი ხორცქონის მოკიდება. ხელები რომ მოიხალვათა ბესიამ, სუნნაგი ძაღლივით მთელი სახლი მიყნოს მოყნოსა, საწოლ ოთახში თავშეფარებულ ყუჩად მჯდარ თაკოს მიაგნო. უმალ თავისი ბატონის გემოსთვალით გახედა და თვალში დაუჯდა. გოგო, რა ბნელში დამჯდარ ხარ? ბატონმა წვადები და კიტრის წნილიო. მერმე ეზოში ჩაერბინა, ბატონს ჩასჩურჩულა და თავისი გაქონილი თითები მსუნაგურად ჩაიკოცნა. გონ გადასულმა დავითმა ვერაფერი გაიგო, მაგრამ ბილწი ნიშანი ინიშნა, ნესტოები დაებერა. ვახო, ჩრიხვი გოგო სუნი ვიკარ. სადგწადია რომ იხილო? ხით-ხითით შეეკითხა ვახო. ამ საქანელაზე სულ აერია აზრი უფლისწულს. დაუკარ, სალაღობო დაუკარ, სამრუშო და სალაღობო. მაგრამ სტუმრებმა რომ იმოიხედეს, ქოხსალამურა აღარსად იყო. მან იგრძნო, რომ აქ ავის საქმე დატრიალდებოდა. ღობეში შემჩნევლად გაძვრა და ოქრო პაპასა და მოურავის მოსაყვანად დაიტიშა. მაგრამ არც ვახო და ბესია იყვნენ უმოქმედოდ. წვადები თაკოს მისეს ხელში. მამის ბრძანებით ბატონისათვის მისართმევად. დაუკარ, დაუკარ, ჭირვეულად გაიძახოდა დავითი. ბოლოს ბარამჯუჯამ გადმობრუნებულ გოვეზე დავლური რომ გაახურა, დავითმა საქანელაზე ხელგაუშვებლად გაუსვა და გაეკან გამოეკანა. გზა მწვადისა, გზა! გაზვიადებული რიხით გაიძახოდა ვახო და მოხერხებულად სუფრისა და საქანელას შორის მოაქცია თაკო. მერმე უეცრად წაუბიძგა და საქანელაზე ფეხებ გაფარჩხულად მჯდარ დავითს მწვად წნილიანად ჩაუგდო კალთაში. თაკომ ყრუთ შეჰკივლა, ხელიდან ყველაფერი გააგდო. ბესიამ წევარივით გაიწვართა და შამფურები ჰაერშივე მარჯვე დაიჭირა.
კიტრის ძარალი, კიტრისა, წვადი კი კალთაშია და სუფრაზე. ხარხარს დავითიც აჰყვა. გრძელ დალალა და თვალმაყვალა თაკოს წელზე ხელი შემოსტაცა და ყბატუჩი დაულოშნა. თაკოს კიბილი განზრახმა მაღალ ხარხარში და ღრიან ცელში ჩასწირეს. დაკლულ დეკეულთან ჭმუნვით მიმჯდარმა ხოსიტამ კარგად ვერც კი ინიშნა, მაგრამ გუცსა მივარდა მას. მამა, თაკოი! ხოსიტა გველნაკბედივით წამოვარდა. ხის ძირს მიაშურა, მაგრამ გზაში ბესია გადაეღობა. ფეხი გადაუდო, ძირს დასცა. ხოსიტა რომ წამოვარდა, თვალი შეასწრო. საკინძზე ჩამოხეული თაკო ფარდაგზე ეკდო. საქანელადან კი გოგოს ბატონიშვილის შავი ჩრდილი ქორივით დააცხრა. წინ ისევ ბესია გადაუდგა ხოსიტას. მეტი აღარ ახსოვს რა მას, არც ის როგორ შევარდა სათორნეში, როგორ სტაცა ხელი ცულს, მაგრამ წინ ახლა ცოლი თუთია ქალი გადაუდგა. ცომიანი ხელები სტაცა ჩოხის უბეებში. რას ჩადი? დავიღუპებით. მე გამიშვი, მე. დავიდრე ხოსიტარას მე მოიფიქრებდა. თუთია ქალი თავად გავარდა კარში და სათორნე გარეურდულით ჩარაზა. სულს ამაოდ ურტყამდა თორნის კარს ხოსიტა. მისი გათლილი კარი გულდაგული და მაგარი იყო. ეზოში კი თავგასული ხარხარი და ღრიანცელი იდგა. თუთიასაც იგივე ბესია შემოეგება. მაგრამ დედაკაცმა ცომიანი ხელები თვალებში წასთხარა წუპაკს და გაავებული კრუხის ქოთქოთით მიიჭრა უფლის წულთან. ჩოხის ჩაქებში დაურიდებლად წვდა და ცრემლში გაღვრილი თაკო ხელიდან გამოგლიჯა. ეს რა საკადრისია, ბატონიშვილო? სად გაგონილა? უითვალი კი დამიდგება. საჩივარში წავალგანა? კახთ ბატონთანა. გაგონილა? გაიძახო და გაალმასებული თუთია და კაბა შემოხეულ თაკოს თავის კალთას აფარებდა. დავითი უცბად შეკრთა და დაიბნა. გავეხუმრე განა. რა დიდი თავად ქალი ეგ ყავს. მამა უცხონდა. მერმე უფრო აროხროხდა და გაწყრა. გამაცალეთ დედაბერი, სუფრას ნუ მიშლის. მაგრამ დედაბერმა გაიწია და 19 უღელი ხარკამეთში ვეღარ გააჩერებდა. რას მიქვია გამაცალეთო? ჩემი ოჯახიდან მაგდებთ? ალაყაფი ჩამომიგდეთ. დეკეული დამიკალით. ქმარი გამილახეთ, გოგოკინაღამ გამიბახეთ. მართლა ლეკიანობაა? მაშ ქვეყნად ნამუსი და სამართალი აღარ არის? ამ ოჯახში კახთ ბატონს პირჯვარი უსახავს. პურმარილი მიუღია. საჩივლელად წავალ მაშა? ჯანდაბას იქით გზა გქონია. წადი, მიჩივლე მამასთანა, ვნახოთ რასაც გაგიკითხავს. სულ გადაგიბუგავს სახკარს. აი ამას გამომრჩები. ბესიას ხელი აუქნია დავითმა. თავადაც მათ რახს დაავლო ხელი, მაგრამ დედაფერი უფრო წამოიფაფრა. ღმერთო, შენი სახელის ჭირიმე და ხერა ქონია გუნებაში. ცომიანი ხელები დონჯად შემოიგდო და ყველას დასჭყივლა. ადე გოგო, წავიდეთ. ასევე მიგიყვან. მე ვიცი ვისთანაც წავალ საჩივლელად. ქეთევან დედოფალთან, აი ვისთან. ის კი გამიკითხავს. შენს ძალადობასაც გადაგვარჩენს. ქეთევანის ხსენებაზე დავითს სიფხიზლის სუსხი მოეფეთა. შეცბა. მოკნეული მათრახი მიწას დაანარცხა. ვინ არის ეს როკაპი, როგორ მიბედავს? ბესიაო, კა მაგას. ამ დროს თორნის კარიც გამოტეხა ხოსიტამ. სულ ამართული და სახეშეშლილი გამოექანა სუფრისაკენ და ვინ იცის კიდევ რა ვაი ვაგალახი დატრიალდებოდა ხოსიტან თეზოში, რომ ღობეზე სოფლის ღოროტოტოს არ გადმოედგა თავისი სპილენძის დინგი და მეხივით არ დაეკუხებინა.
ზედაც ყოველმხრივი ძახილი გაისმა, ლეკები, გვიშველეთ და ხოციტანთ ეზოში მთელი სოფელი დაბარებულივით მოსვავდა. ოქრო პაპამ და ხაპრომ ძლივს მოასწრეს, ხოსიტას გასტაცეს ცული და ხალხი დაახვიეს, შორი ახლოს თოფის ბათქით შეიქმნა. ბატონიშვილის ამალა უმალ დაფორიაქდა, ცხენი მოართვეს დავითს. იგი მუხლფოლხვიანად შეჯდა და ხალხს თვალ შეჭრებულად გადახედა. გვიშველე ბატონიშვილო, ლეკები, ერთხმად გაიძახოდა ხალხი. სადა, შეძახა მანაც და ცხენი ხალხზე შეაყენა. სოფლის თავში და ბოლოში, ყველგან უთავბოლო ძალადობაა, არ გაუშვათ წუნკლები. ოქრო პაპას ხმამ დაფარა საერთო შრიამული. უფლისულმა ხმალი იშიშვლა, ცხენი ჩამოგდებულ ალაყაფზე გადაახტუნა და ასე ვთქვათ, მოძალადე ლეკების ვითომ და საძებრად გაიჭრა. მთელი ამალა მიჰყვა. სოფელში ერთი ხმიანობა და ყიჟინ გადაძახილი გაისმოდა. ღოროტოტო მხობს სულ წაიღო ყურთასმენა. კარგია, გეყო, მიაძახა ოქრო პაპა მღობეზე გადბობჟდარ ქოხსალაბურას და მგრგვინავის საყვირი დააშვებინა. არ დაბრუნდნენ? ქოხსალამურას თვალი უნებურად თაკოს შემოხეულ საკინძისკენ გაეპარა, გოგომაც იგრძნო, ხელა დალადებით შეიფარა აზღუდის ხარვესი. თარდი ნუ გაქვს, ჯერ იპოვნონ ლეკები, კაკა გაჰყვათ კვალის გამტანად, საშველს არ მისცემს ვიდრე არ დაფხიზლდებიან, ან გაღმა არ გადარეკავს შინა ლეკებსა. ოქრო პაპამ ხელი ჩაიქნია და ახლა თუთიას მიუბრუნდა. დაშო შმინდით, შენც დედაკაცო, შექმარსაც მიხედე, სული გააცალე, თორე თავსაც დაღუპავს და სოფელსაც. აბა, მომყევით, ისევ დაუკიდოთ ალაყაფის კარი ხოსიტაანთა. აი ესაა ჩვენი უბედურება. მამამ ფუძის ანგელოზი დაულოცა, შვილმა კი ალაყაფი ჩამოუგდო. და როდესაც სოფლელები კარს უკიდებდნენ დაზარალებულს, სოფლის ბოლოდან ცხენების თქარათქური და კაკას ომახიანი ხმა ისმოდა. ჰაი, აგერ ბატონო, აგერ, არ გაუშვათ წუნკლები, მოძალადენი, აზრმოკლებული ხმით გაიძახოდა დავით უფლისწულიც და ვითომ და წუნკალ მოძალადეებს ხმალა მოწვდილი დაეძებდა. ერთადერთი, ისიც ხელებ მოტეხილი ლეკი ალექსანდრეს მიგვარა ჯანდიერმა. ვისი ნახელავია? რა იარაღით გაკვირდა მეფე და უსიცოცხლო ჩამოყრილი და ჩეჩქვილი მკლავები გაუსინჯა. გლეხებისა, კომბლების კვალია. და ხოცილები რამდენია? 20-მდე იქნება. გიწუნებ ხელობას, მიკვირს ჯანდიერო, ვერ მამე. და თავჩახრილ დევკაცს რომ ახედა, ეჭვი შეებარა. ხელი ხომ არ შეგიშალა ვინმე? არა ბატონო, საქმე არ მოეწყო რიგზე და შემთხვევა? ალექსანდრე მხრები შეჰყარა. იცოდა თუ რა მედგარ ქამანდიანი იყო ჯანდიერი, უეცრად შეეკითხა. ჩემი დავითი ხომ არ გინახავს სადმე? ჯანდიერი არ მოელოდა ამ კითხვას. ჯერ გზაშივე გადაწყვეტილი ქონდა არაფერი ეთქვა ალექსანდრესთვის. ერიდებოდა მამა-შვილს შორის შფოთის ჩამოგდებას. საქმეც მაინც და მაინც არ მოითხოვდა ამას. უმჯობესი იყო მიჩუმებულიყო თვალთა ონავრობა. არა, არ მინახავს. თუმცა ვგონებ სადღაც ახლომახლოს იყო. ახლომახლოს? ვგონებ? რაღაც ვერ აქცნობ დავით ჩემო. ალექსანდრემ ერთხელ კიდევ ჩაათვალიერა, თავისი ერთგული დევკაცი და მისგან ბოლომდე უთქმელობის ეჭვი მოიშორა.
დასტაქარი ჯიღაური მაახლე. აქ გახლავთ, ბატონო, ჯანდიერმა დერეფრისკენ გასცია. კახთ ბატონს გაეღიმა. აი, ახლა კი გცნობ, ისევ დავითი ხარ. მანასე ჯიღაურმა შეამოწმატყვა ეს ხელები და დაასკვნა, რომ ნიდაყვებს ქვევით და ჩეჩქვილ ძვლებსა და დაწყვეტილ ძარღვებს აღარაფერი ეშველებოდა. კანონით მაინც ეკუთვნოდა ხელების დასხვება. მერთმა ორივ დაუსხება მტაცებელს, იყოს ნება ღვთისა. ორივე მოაშორე ნიდაყვებს ქვევით და ორ კვირაში დაღესტანს გასაშვებად ჩამაბარე. მერმე ყველანი გაისტუმრა და სურხაის შამხალთან გასაგზავნი წერილი დაწერა. გიორგი იხმოდა, წაუკითხა. აშკაცური მტრობა რომ არ გედოწესად ეს მე ვიცოდი. მაგრამ არც ძმობა გწოდნია. შენის მიზეზით და სიმხდალით ძმა ელიმ შამხალი ჩვენს ხელთ ჩაგიგდია. მე დავინდე იგი, სიცოცხლეში და პატივში მყავს მყრობილი. შენ კი ჩანს, ხელი აგიღია. ამდენი წელია მის გამოსყიდვაზე შორიშორს მივლი. ახლა პირდაპირ გწერ. ნახევარი საფასური თავად ელიმ შამხალმა იშოვნა. ამ მოკლე დროში თუ მეორე ნახევარს გამომიგზავნი ხომ კარგი? არა და მეც სანახევროდ გაახლებ ძმასა. ამბის მომტანის ხელსურათი დაიგავი ინიშნე. ივარაუდე. პასუხს თვის წორზეველი. ვერ მე მოხდეს რაც მოსახდენია. ალექსანდრემ ხელი მოაწერა, ბეჭედი დაასვა და გიორგის გასაგზავნად გადასცა. ქეთევან დედოფალი ფეხმძიმობის მიწურულში იყო. ამიტომ ჯანდიერმა არც მას აუწყა უფლისწულის საქციელი, თუმცა იცოდა, ყველაზე უფრო დიდი გავლენა დავითზე მაინც მას ჰქონდა. ისევ გიორგი ბატონიშვილი მოინახულა, უამბო. ჯერ მკვდრებსა და დაჭრილ ლეკებს კუწავს. ბოლოს ცოცხლების და არა ლეკების კუწვასაც არ მიჰყოს ხელი. მაგრამ გიორგი არ აყვა საუბარს. ძმის საყვედური არ იკადრა. გული კი დაეცვა. არ უტყდებოდა თავს, მაგრამ გრძნობდა. ძმური სიყვარული და ნდობა თვალ და ხელშუა ეცლებოდა. ტახტის მემკვიდრის ხიწვიანი და ეჭვით სავსე მზერა არაერთ გზის სუსხებია მომყოლ ძმას, მამისა და ხალხის საყვარელს. მომავლის შიში უკვე გიორგის გულსაც წვდებოდა, მაგრამ ჯერ მადლი გამჩენს. მამა ბატონი ჭიაურის მუხასავით იდგა და მის ჩრდილში ყოველი ეჭვი და გესლი იფარებოდა. გონებქრებოდა კიდეც. ვერც გიორგი მიკისრა მამასთან შესმენა ძმისა. არც მაშინ, როდესაც ქეთში ჩადენილი ეგრეთ წოდებული შინალეკიანობაც მოსწოდა მისმენას. ზოგიც რამ იღონა, რომ ქეთევანსაც არაფერი გაეგო. ღელვას მოარიდა. სალიასაგან იცოდა, დავითი და ქეთევანი ამ ბოლო დროს უბრად იყვნენ. ამ უბრობის ძირითადი მიზეზიც დავითის თავუხლარი ქეიფი იყო. ორი კვირა გავიდა. ხელებ დაკვეთილი ლეკი დაადგა მთის გზას. ელიმ შამხალსაც ჩუმად დაბარებული მომხრენი მოუვიდნენ ბუინაკიდან. არც თუ დიდი, მაგრამ კარგად აღჭურვილ შერჩეული გუნდი უკვე მზად ყავდა გიორგის. დავით უფლისწული კი არსად ჩანდა. ალექსანდრეს განზრახვით ზურგის მარქაფა
გუნდისათვის მას უნდა ესარდლა. კახთ ბატონის ვერც ერთი შიკრიკი ვერ მისწვდა. ხან საიდან მოვიდოდა კანტიკუნტი ჭორი და ხმა მისია ყოფნისა, ხან საიდან. ხან გაღმა იყო, ხან გამოღმა, ხან ტყეში, ხან სოფელში. ყველგან ღრეობა და თავგასულობა ახლდა მის კვალს. ერთ სოფელში გლეხი ღვინით სავსე ქვევში ჩაესვათ, კინაღამ შიგარ ჩაეხრჩოთ. ერთგან ქალები დააწიოკეს, საცეკვაო და სალაღობო დაიბარეს სოფლის გალავანში, მაგრამ ახალგაზრდობის ნაცვლად ხანდაზმული ჩიხტი კოპიანი და ლეჩაკოსანი დედაბრები მოუვიდათ. მაინც ჩააბმევინეს ფერხული დავითის წინაშე. დედაბრების ძალად როკვის დროს კი ბესიამ და ვახომ შეპარვით ლეჩაკებსა და მანდილებზე ცეცხლი მოუკიდეს. თმა შერუჯულდა ლეჩაკ ცეცხლიან დედაბრების დაფეთებამ და ვაივიშით გაქცევამ, ხარ-ხარისაგან კინაღამ დაბნიდა უფლისწული. ერთგან სოფლის თავში ზაქი ჩამოახჩეს ხეზე. მან, ესე იგი, უზრდელად და უტიფრად გზა არ დაუთმო დიდ უფლისწულსა და მომავალ კახთ ბატონს. ალექსანდრე მეფეს ვერ ვინ უბედავდა თქმას. ზოგი დავით უფლისწულის გადაკიდების შიშით, ზოგიც მამაშვილის განხეთქილების თავიდან ასაცილებლად. საქმე სულ სხვანაირად გამშხამდა. ქედელი ოქრო პაპა ეახლა კახთ ბატონს და თავის თვალით ნანახი და თავისი ყურით გაგონილი წვრილად უამბო. შენი ჭირიმე, ხოსიტანთ სახლის ფუძის ანგელოზის პური გაგიტეხია. დაგილოცია. ახლაც ნუ დააკლებ შენს ფარველობასა, ნუ ჩადგები მათ ცოდვაშია. გადაწვის ქადილით დაუფეთებია. ალექსანდრე საოცრად გაწყრა, ცალწარბი აუთამაშდა. გიორგი და ჯანდიერი იხმო, ჯერ ჯანდიერს გაუწყრა, ყველაფერი ათქმევინა და რომ გაიგო უფლისწულის თელავში ყოფნა, ახლა გიორგის მიუბრუნდა. სადიახლავ, შენი გაჯიქებული ძმა მომგვარე, თუ არა წამოყვეს, შეჰკარდა ისე წამოიყვანე. გიორგი დადრკა. დავით უფლისწული? უფლისწული კი არა, ძერის ბახალა, უფრო გაწყრა ალექსანდრე. ახლა უარის თქმა სულ გააბოროტებდა მამას. მაგრამ დავითის მოსაყვანად მისი წასვლაც არას გზით არ იქნებოდა მართებული. ძმათა შორის საბოლოო განხეთქილებას მოასწავებდა. ძალა იკრიბა და პირველი უარი შეჰკადრა მამას. ვერა მამაო ბატონო, მე ვერ წამოვალ, ცუდი გამოვა ბოლოს. ალექსანდრე უფრო გაგულისდა, მით უფრო რომ იგრძნო გიორგის სიტყვის სისწორე. ძმათა ურთიერთგათიშულობის სიღრმე ახლა უფრო გაზომა და ავად ნიშანდობლივი გაუხდა. აიმე, ჩემი ერეკლე სადამყავს. ერთი ამოიგმინა და გიორგის ხელი აუქნია. ახლა შვილებსაც დაუწყო ბრძოლა. გამეცალე. მეფემ ახლა ომან ჩოლოყაშვილი იხმო. სად არის ჩემი ძერა, შენი ნაწურთნი? შევარდენი ბატონო, მლიქვნელად შეასწორა ომანმა. ლეკებსას დევს, მუსრს ავლებს, თავადაც იწურთნება და ახალგაზრდა თავადებს, ჩვენს მომავალსაც წვრთნის. კიდევ რამოდენიმე ასეთი ლეკთა მდევარი და მე
არც ერთი მადლიერი კახი აღარ შემრჩება. აქ მომგვარე ყველა. იგიც და ვინც ახლავს თელავში ყოფილან ერთ ამბავში. ომანი რომ გაუშვა, ვეღარც თავად ადგა დარბაზში. ქეთევან რძლის ნახვა იწადინა. და რადგან იცოდა რძლის ფეხმძიმობის მიწურული, თავად არჩია წასვლა. გრძელდერეფანს გაჰყვა და საუფლისწულო დარბაზში მიაკითხა რძალს. ბატონის შესვლაზე მესაწოლე მანდილოსნებმა საკერავ საქარგავები აიკრიფეს და გაერიდნენ. როგორ ხარ, შვილო? თავზე ხელი გადაუსვა და შუბლზე აკოცა მამამ თილმა. კარგად, მამაო ბატონო, დარცხვენით უპასუხა ქეთევანმა და ფაშ-ფაშა კაბა წელზე შემოხოულ თავშალს უნებურად ორივ ხელი გადააჯვარა, თითქოს თავისი მდგომარეობის დაფარვა სცადდა. დააჯექ, შვილო, დააჯექ და თავს მოუარე. სახის სიფითრე და თვალის უპეების ჩალურჯება უფრო დამშვენებოდა ქეთევანს. ოდნავ სახე გამხდარსა და ტანსავსეს იდუმალ მოსილი ღიმი და შიშსიხარულის ნარევი იერი წამდა უწუმ აცხრებოდა. ალექსანდრეს დავითის საყვედურის თქმა სურდა, მაგრამ ენა ვეღარ მოუბრუნდა. გულმოსულობაც უმალ დაუცხრა. ხელს აქ მომწინასწარ. ასე იციან ქალებმა, დედებმა და ქეთევანის მიერ გაფარებული, ჯერ არ დაბადებული შვილიშვილის პერანგი ხელში აიღო. ესეც ვნახოთ? პირველი არ არის ჩემთვის. ერთი ციცქნა ქარგულ პერანგი გადააბრუნგა და მოაბრუნა. ой, როგორ გავდა იგი მის შვილებზე ოდესმე ნანახ პერანგებს. და მამის მეხსიერებამ ეს ციცქნა პერანგი ხან შვილ აც დაღუპულ ერეკლეს გადააცვა. ხან დავითს დავაშკაცებულ სამაგრამ გაჯიქებულს, ხან გიორგის, მისი პირველ გამარჯვების დანათლულს და ახლაც ყველაზე ახლოს მყოფს. ხან კი შორს გამძევლებულსა და გამაჰმადიანებულ კონსტანტინეს. წარეფიქრმანესთან დარეჯანი სულ დაავიწყა. აი დედასა, ახლა კი შვილიშვილს ელის. რამდენ დროს გაუვლია, რამდენი ვაი-ვარამი გადაუტანია. ეს ციცქნა პერანგი კი ისევ ისეთია. იმდაგვარივე. თითქოს ერთსა და იმავე პერანგში იზრდებოდნენ პაპები და მამები, შვილები და შვილიშვილები. ერთსა და იმავე გარემტრებს ებრძოდნენ. ერთი და იგივე შინამტრობა და შუღლი ჰქონდათ და ბოლოს ერთსა და იმავე მიწაში წვებოდნენ. ციცქნა პერანგი კი რჩებოდა და წილა-დობილა თავიდან იწყებოდა. აი, მისი კახთა ბატონის ქიშპობა თავის ძმებთან, ელი მირზასთან თუ ქაი ხოსროსთან, განაარწა გავს მისი შვილების, დავითისა და გიორგის, ჯერ ჩუმ და ქვედაჭიმულ ქიშპობას და იმიტომ ხომარავობს და აუგობს დავითი, რომ გრძნობს მამის მიკერძოებას. ალექსანდრემ პერანგი კალთაზე დაუდო თავის რძალს. მისი შვილის დავითის მიერ, ალბათ მამაზე არანაკლებ გამწარებულს, რაიმე საამოს თქმის სურვილი მოეჭარბა და
მაინც სევდიანი გამოუვიდა. ქეთევან, ცოლობაც ძნელია და დედობაც, მაგრამ არც მამობა და მეფობა ადვილი, იქნებ უფრო ძნელიც. ვიცი, მამაო ბატონო, ქეთევანმა მაღლა შეჰყარავოდეს მეჟუჟუნა, ახლა კი ოდნავ სევდიანი, მაგრამ გამჭრიახი თვალები. ალექსანდრე შეშურდა კიდევაც. ის, რაც მას, მამაკაცსა და კახთ შორის რჩეულს, მხოლოდ მაღალ მოწიფულობის დროს ეწვია, სახელდობრ ჭირისუფლის სიბრძნე და თავდადებული ზნეობა პირველ ძეობაზევე გააჩნდა ქეთევანს. ამან უფრო შეაყვარა არცალი, სიტყვაში კი უფრო ემატებოდა სევდა. ჭრელია ქვეყანა და ცვალებადი ადამიანის გული, მაგრამ მე და შენ, ქეთევან ჩემო, მუდამ გაუგებთ ურთიერთს. ერთი ცეცხლით ვიწვით, ამ ციცქნა პერანგის დარდის სამუდამო ხვედრა და გურგებია. ქეთევანს მამამთილის მკერდზე სწადდა მიყრდნობა, იქნებ ცრემლის დააღვრაც, მაგრამ დაირწხვინა. თავი დაბლად ახარა. ალექსანდრემ ხელი გადაუსვა მას თავზე და ხალისიანად შეუძახა. აბა, შვილიშვილს შემასწარ, დედოფალო, და ნაჩქარები აბიჯით გავიდა დარბაზიდან. ქეთევანი კარამდე მიყო მამამთილს. მერმე საწოლში დააპირა გასვლა, ლოგინში ჩაწოლა. როგორღაც ტყვია ჩასხმულივით უმძიმდა ტანი. თან ნაამებად ეფოლხვებოდა გული და უმიზეზოდ ეტირებოდა. მაგრამ მესაწოლე ეახლა და მოახსენა, რომ ვიღაც სოფლელი დედაკაცი დილიდანელის აუცილებლად ითხოვს მასთან მიშვებას, ეგრეთ წოდებული მანდილის საჩივრის მისართმევად. ქეთევან სკამს სარეცელზე მიწვა და მომჩივანი ახმობინა. ერთის ნაცვლად ორი გამოდგა. თუთია შესვლისთანავე ფერხთით ჩაუვარდა. თაყვანისსა და კარის ზგიდეში გახევებულ თაკოს შეუძახა. მოდი გოგო, ტერფები დაუკოცნე. ნუ გეშინია, განა ბატონიშვილია. ჩვენი ნუგეშის მომცემი მხოლოდ ესაა. ქეთევანმა უმალ წამოაყენა დედაკაცი. მესაწოლე დაითხოვა და სულ ჩუმად უთხრა თუთიას. მე უკვე ვიცი, ვისზე მოგაქვს მანდილის საჩივარი. ნუ შიშობ, ყველაფერი დაუფარავად მითხარ. ამის მადლმა მე ვიქნები შენი მფარველი. და ქეთევანმა ბაიასავით გაყვითლებული ლამაზი ხელი გულმკერდის ქვემოთ მიიკრა. სწორედ იქ, სადაც საშობი შვილის გულის ცქერა ესმოდა. თუთიამ ყველაფერი დაწვრილებით უამბო. ხოსიტას მიერ ცულის ატაცებაც არ დაუფარავს. მერმე თაკოც ალაპარაკა. ახლა სხვა სოფლელებისაგან გაგონილი დავით უფლის წულის უკადრისი ონავრობანიც მოაყოლა. აქ ახლა გაღმიდან შემოეთვალა, ქოხსალამურა მეახლოს, თორე მე თავად გამოვალო. სოფლის ხელმეორედ დაწიოკებასა და ისევ წასვლა არჩია იმ კეთილ ბედურმა, ხოდა ჯერაც არსადას ჩანს. სისხლგამშრალი ქეთევანი უსმენდა და მის ფერხთით შეცრემლებულ თაკოს ეფერებოდა. თუთია ქალო, ჩემი ქმრის სამარცხვინო საქციელისთვის მე
მის მეუღლეს ბოდიში მომიხდია. გულზე შემოწოლილი სიმძიმე უბორკავდა ყოველ სიტყვას. ეკეულში მეწველ ძროხას წაიყვან. თაკოს დახეული კაბის მაგივრად ჩემსას მოგცემ ქორწილში გამოადგება. შენ კაცთან ახალ უხს გაკატან. თქვენ სახლს კი ვერავინ შეეხება, აი ნიშანი. და ქეთევანმა მაკრატლით ერთ-ერთი თავისი შესანიშნავი კულული მოიჭრა და თუთიას გადასცა. მალე დაითხოვა, ჩქარობდა საქმის ჩათავებას. მნეთუხუცეს ყველაფერი უბრძანა. მერმე კი ლოგინს მიატანა და მესაწოლის დათხოვაც ვერ მოასწრო, რომ ცრემლები თავისთავად გადმოეხვეწა თვალთაგან. თავშეუკავებლად ტიროდა. ტირილს ლოკინი მოხვა, გულის ხუთვაც. ხუთვამ რაღაც დაასძრა, თუ ამოძრავა გულის ქვეშეთი. უეცრად, არაადამიანურად ამოაკივლა ქეთევანს. მესაწოლემ ერთი ქოთქოთი შექმნა. სასახლის მთელი საქალეთი შეჰყარა. ქეთევანმა კივილი ძლივს დაიოკა და ყველა დაითხოვა. საწოლიდან ყველანი გავიდნენ. მაგრამ სადედოფლო დარბაზიდან არავინ წასულა. ქეთევანი აღარ კიოდა. მაგრამ ეს უკვე ნებისყოფის ნაყოფი იყო. მან იგრძნო რაღაც ახალი, დიდ მნიშვნელოვანი და უაღრესად ქალური განსაცდელი მხუთავა და აუცდენლად ვიდოდა. ყოველ გარეშე ფიქრსა და გრძნობას უხშავდა, ხოლო დღა თვალებს აკაკვლინებდა და კივილად ეზიდებოდა. უკანასკნელი ძალაც მოიკრიბა, თვალები დახუჭა და თავის შინამოს გულდაგულ მიაყურადა. როგორღაც ორმაგად ძგერდა არსი და სხეული, ქუთუთოებს კი შიგნიდან ციცქნა პერანგები ამოჰკროდა. უეცრად დახუჭულ თვალთა წინ თავისი უბრად მყოფი მეუღლე წარმოუდგა. ისევ შეჰკივლა. ყოველივე წეღანა ამბობმა მისი აღგზნებული გონების წინ სურათად ხმიანად და ფერიანად ჩაიქროლა. თვალი რომ გაახილა, თავზე დიდ დედოფალი მარიამ დედა და სალიჰა ადგნენ. ხალიანა კი მაჯასურს სინჯავდა. ჰარიქა, ბებია ქალები და ყველაფერი რომ მზად იყოს. თავად მარიამ დედა ბრძანებლობდა. არა დედა, ჯერ ვგონება არა, ახლა მიბრძანდით. მხოლოდ იმას უხმეთ, იმას. კისრის ზარღვების დაძაგრულობის გამო ქეთევანმა ძლივს ამოიღო ენა. იმის სახელი კი სულ ვერც ამოთქვა. დავით უფლის წულს მიხვდა სალიჰა. აქ არ არის არა, გაგზავნეს კაცი, ხელ ნამტკიცებად ეუბნებოდა მარიამ დედა. ვინ გაგზავნეს? ომან ჩოლოყაშვილი, სახთუხუცესი. ქეთევანმა ისევ დახუჭა თვალები, მაგრამ თან ხერხემალში კიბოსავით გაჩხიბულმა ტკივილმა რო დარია ხელი, ისევ დაკაკლა თვალები და სალიჰა შესძახა. ომანი ვერ მოიყვანს. სალი, შენსას უთხარ. ანიცი რა? და ქეთევანმა უცბად იგრძნო, რომ მას მომაკვდავივით სირცხვილი დაეკარგა. იცი რა? აქ მომიყვანე. შენი, დააოჩემო. სალიჰა უმალ გავარდა გარეთ. გიორგის ისევ დაეცა თავზარი, მაგრამ მაშინვე გაჰყვა. მარიამ დედამ პირველმა იგრძნო, რომ ქეთევანს საიდუმლო შესათვალი ქონდა მეუღლესთან. ყველანი გაიყვანა საწოლიდან. ქეთევანმა მხოლოდ სალიჰა დატოვა. გიორგი, შენ იცი რას ჩადის შენი ძმა? ვიცი ყველაფერი. მერმე? ქალი ტუჩებს იკბენდა რომ არ ეკივლა. უძლური ვარ. სხვა რომ იყოს. ქეთევან შენ გამიგებ.
მესმის, ეს ხამითხარი, იცი სად არის იგი? ვიცი, თელავში. ქეთევანს თვალები უფრო დაეკაკლა, მაგრამ ვეღარაფერს ხედავდა. წადი და შენი ძმა შინ მომიყვანე. გიბარებს თქო. უბრად ვართ, ახლა კი წამოყვება. შენ მოიყვან. ქეთევანს კიდევ უნდოდა რაღაცის თქმა, მაგრამ ძალა აღარ იყო. კრიჭაში ერთხელ კიდევ ამოუსხლტა ცხარე კივილი. გიორგიმ ვეღარაფერი მოახერხა. მივალ, უსათუოდ მოვიყვან. ქეთევანი თავის ცოლს შეატოვა ხელში და გარეთ გავარდა. დერეფანშივე შემოეყარნენ ბებიები და გადიები. ქეთევანის საწოლიდან კი უკვე გაბმული კივილი ისმოდა. გიორგიმ უმალ მიმოარიგა გადაუდებელი საქმეები. მარქაფაცხენი მოაყვანინა. ზაზა და მცირე ამალა გაიყოლა და თელავის გზას გაუდგა. გრემიდან უკვე კარგა შორს იყვნენ, როდესაც ქეთევანის ძველმხლებელი გოლა მოეწიათ, გაქაფებული ცხენი დაოთხით მოაგდო და მოაძახა. ბიჭი, ვაჟი, სამახარობლო მამაზე იყოს. გიორგიმ ღრმად ამოისუნთქა და უფრო მიუშვა ცხენი. ახლა კი იმედი მოეცა, რომ ყოველგვარი გართულებისა და მარცხის გარეშე მოიყვან და გრემ სასახლეში თავის ჭირვეულსა და გაჯიქებულ ძმას. დავით უფლისწულმა ისევე ღრეობით აიარა თელავამდე. აქ მოურავი დაიბარა და მიზეზი თუ უმიზეზოდ დატუქსა. მერმე ჩახლეჩილი ხმით შეეკითხა. ყველაზე უმჯობესი ღვინო ვისა აქვს თელავში? ქარუხაშ სირაჯს, ბატონო, ბაზრის თავშია. ყველაზე მეტი? მასვე, ბატონო, აგეთი ქვემრ მრავალი და რუმ სავსე მარან სარდაფი გააჩნია, რომ სწორედ გააკვირვებს კაცსა. სამეფო ხარჯი გადახდილი აქვს? ვარშან მოურავი მიხვდა, რომ დავითისათვის მნიშვნელობა არ ქონდა გადახდილი იყო თუ არა ხარჯი. ვალის დადება ჩვენს ხელთაა, დიდ ბატონო. ხო და ეგრე, მაშიქ მიატანინე და მიარეკინე, რაც გვეკადრება. თანაც გაგვიძეღ ახლავე. გზამ დაგბღალა, შენ კი დაგიფასებ მიმხდურობასა და მასპინძლობას. მოურავი სამათ მოიკეცა და გვერდ-გვერდა სიარულით წინ წაუძღვა. ნებიერი სტუმრები ახალი შტაზე იყვნენ, მხოლოდ უფლისწულს ტკიოდა თავი და გულიც უამურად უცემდა. ჰაშიშის უკანასკნელ მარაგსაც თხოვდა ვახოს. ასეთი სტუმრების მისვლისას ქარუხა სირაჯს პირს კატაეცა. უფლისწულის სავალს მისი ჯიქური ქეიფის ხმა წინ უსწრებდა. მაგრამ რაღაც იზავდა სირაჯი. ყბადი და სახეზე ღიმი გადაიხატა. მუხლებს ჩაცილებული ბანჯგვლიანი ხელები ფართოდ გააშალა. კოტიტა ფეხებზე შემდგარი ვეება ღიპი სწრაფ მიაბრუნ მოაბრუნა. ღმერთო დიდებულო, თქვენი მობრძანებითა მზე არ ამომივიდა თელავცაზე და სიყრმესავ ფიცავარ. არიქა, ბიჭებო, ცხენები ჩამოართვით, ცხენები, და უტატანა მოჯამაგირეებს. კარი ფართოდ, კარი, ხალფარდაგები. ვეღარ მოვასწარით. ვაჰმე, რა მოულოდნელი ბედია, დიდ ბატონიშვილო. თავი მოგვეჭრა. მაპატიეთ, ღირსეულად ვერ დაგხვდით, არა ვიცოდი რა. გაბმით როხროხებდა და რადგან წელში მოხრას ღიპი უშლიდა, ღაბაბში ჩაკარგულ ნიკაპს ბრეცავდა და მუხლებში იდრიკებოდა. თან სიმწრის ოფლი გადასდიოდა.
ღმერთო, თუ გადამარჩენამ თაფქეიფა ქარაფშუტა ზარალ მუშტრებს. მერმე ერთიც სადა. ვარშან მოურავი ხერხიანად განზე ხელთიგდო. რას მიშვრები მოურავჯან? მოღუპავ? სამეფო ხარჯიც გადახდილი მაქვს და ქრთამიცა. სხვარღვინოც ჩემზე იყოს ოღონდ. და ხელები მეტყველად გზისკენ აუსავსავა. ჩუმად შეუბედურო, ეს ღიპი უთავოდ არ დაგჩეს. მერმე რამე შეღავაც მოგცემ. ახლა კი, რაც შეგიძლია ამე, ორივე ზარალში ვართ. ესღა იყო დალაგებული და ვარაუდიანი სიტყვა პასუხი. მერმე ყველაფერი აირია, ყირაზე შედგა. ვახახიშვილმა ითავა მესტუმრეობას და მასპინძლობაც. პირველ ყოვლისა, ქარუხას დუქნის პირზე მიბმული თელავის ბაზრის ფალავანი დიდყოჩი დააკვლევინა. ზედაც ქარუხასეული ყვერულები მოაყოლებინა. დუქან დარბაზი დააკეტვინა, მაგრამ სუფრა კი ზედ მიშენებულ მარან სარდაფში გააშლევინა. ქვევრებს, კასრებსა და რუმბებს შორის გადააბრუნებინა საწნახელი და ზედ დააწყობინა თათარიახნი პურმარილი. ქარუხა ბოსტანში ჩაგზავნა ქორფამწვანილის თავის ხელით მოსაკრეფად. აკოშინებული სირაჯი რომ დაბრუნდა, თავის მარანი ვეღარ იცნო. ვახოს და ბესიას ყველაფერი ყირაზე დაეყენებინათ. ყველა ქვევრს სარქველს საგოზავი ახდილი ჰქონდა და ბესია ყველგან იღებდა ჭაშნიკს. ღვინით სავსე რუმბები, კოლოტები, ტიკები თუ თხიერაკები გადმობრუნებული საწნახლისთვის გვერდ ირგვლივ მოეწყოთ. ზედ ჩოხა ამოკეცილი თავადიშვილნი ისხდნენ. საწახნის ბოლოში ქოხსალამურა ყავდათ მიჭიხული. ხოლო კამეჩის რუმბზე სუფრა საწნახლის თავში უფლისწული, თითქოს ტახტრევანზე ისე წამოსკუპებულიყო და რუმბს სიამით ხელს უთყაპუნებდა. უმალყანწების ისეთი ტრიალი შეიქმნა, რომ სირაჯობაში ჩაბერებულმა ქარუხამაც აზრი ვეღარ მიაწია ამ დიდ თავადურ ღრეობას. ყველა თამადობდა, ყველა ერთბაშად და მოწყურებულად სვამდა და ყოველი სადღეგრძელო დავით უფლისწულს შეეხებოდა. ხან მისი ახლო მომავალში კახთა ბატონობის დღემზეობის სურვილს გამოხატავდა, ხან მისი უძლეველობისა და სვიანობის დავით, ასე ვთქვათ, ლეკთა მეხის ხოტბას წარმოადგენდა. ხან სილამაზისა და რაინდობის ქება იყო, ხან მისი სიბრძნე მგოსნობის შეფრფენით შესხმა. იგი კი კბილ ღიაღა ღიმილით უსმენდა ამ თავზომა გადასულ ქებას და ჰაშიშს აბოლებდა. წითელ ღვინოსაც წრუპავდა და ქებით თუ მარნის სულით და ღვინით თუ ჰაშიშის ძალით ხელდარეულად იბანკებოდა. ქარუხამ ახლა მწვადები რომ უართვა სუფრიონს, ისეთი ციებ-ცხელებას მაჭამადისი გაჩაღდა, თითქოს მთელი კვირის უჭმელები იყვნენ. ეს წარჩინებულ გვარიშვილთა ყმაწვილ თავადები. ყველაფრის ოიმბაზი და ავანჩავანი ხომ ვახო ვახახიშვილი იყო. მწვადებიანი შამფურები გადმობრუნებული საწნახლის ზურგში ჩააჭედა და ყველას, გარდა დიდი უფლისწულისა, ხელმოუკიდებლად უნდა აეხლიჩა მწვადის შამფურიდან. მოკეიფენი პირდაპირ კბილებით ეჭაჭგურებოდნენ მწვადებს, ცვარქონი პირის სახეზე ეცხებოდათ. ხოლო გძელცხვირა ბარამმა ცხვირიც კი მიახრუკა ცხელ შამფურს. ხარ-ხარი კვინი ხამდე ადიოდა. დავითს კი ისე მოსწონდა ეს მწვადჭიდილა, რომ თავადაც არ ისურვა ხელის ანჩქიფის ხმარება. არც ჩამორჩა სხვებს. მას გრძელი და ბასრი კბილები აღმოაჩნდა.
უფლისწულის ფარულ მტრებს და ენიშნოთ მისი კბილთა სიგრძე და სიბასრე, გაიძახო და ვახახიშვილი. თან ახალ ოვინს იგონებდა. ქარუხას ადამიანურად არც ყვერულები ჩამოარიგებინა სუფრაზე. დარბაისლობას მეც მოვესწრებით. აბა, ხანჯლები! შემწვარი ყვერული ჰაერში ააგდო და ქვევიდან ხანჯალი გაუყარა. არცხვები ჩამორჩნენ. 9 ხანჯალი გაეყარა ერთ ყვერულს. აბა განური და ყველამ თავისკენ გასწია ხანჯალი. დაკუწული ყვერულის ნაჭრებს ყველა თავისაკენ ითრევდა. ჰაერში კი ახალ-ახალი ყვერული ფრიალებდა ხანჯლიდან ჩამოვარდნილი არ ითვლებოდა საჭმელად. ახალი სუფრიონის ახალწესებიც დამწესდა. ქადაპურის მოჭრა ან კვერცხის გაფცვნა მხოლოდ ხმლით იყო დასაშვები. ბოლოკის აღება მხოლოდ შუბით. მარილი კი ბუღებივით პირდაპირ ენით უნდა ელოკათ. მაშრა გეგონათ? გაიძახო და თავქოჩორა ჯანო ჯორჯაძე. უფლისწულის ამალობა, განაკუკუდამალობა, სუფრა ცომია. ვინც აქ მარჯვედ მოიხმარს ხმალ ხანჯალს, იგი ომშიაც ფალავანია. მართალია, ჯანო, მართალი. მე მithქვამ სუფრა და ომი რამ გაარიგა. ომ სუფრიანობას გაუმარჯოს, გაიძახო და კამეჩის რუმბზე გადაგორებული დავითი. დაუღალავი ვახოხელა დახვა. ომ სუფრიანობას. აბა, ყველამ თავისი სასმისი დანიშნოს. თავად ხელა და მოიგდო, ხარბად დაეწაფა, არც იმდენი შესვა, რამდენიც გულის პირზე და კოპწია დაგარეხილ უბაშებზე გადაიდინა. აი აგრე. ხელა და ახლა მაღლა შეაგდო. დამბა ჩაიძრო და ჭურჭელს ჰაერშივე ძირი გააგდებინა. მასხვებიც აყვნენ. დამბაჩები ააგრიალეს. ბარამმა ყველაფერში ითაღლითა. ჯერ ერთი ხელა და არ გამოსცალა, ისე ააგდო. მეორეც ტყვია ააცდინა, მაგრამ ერთში კი იმარჯვა. ჩამოვარდნილ ხელადას მაღლავე შუბლი დააჯახა და გატეხილი ხელა და ზედ ქარუხა სირაჯს ღიპზე მიაყარა. სირაჯი მიწაზე გაიშვართა და ღრიალი მორთო. ყველას არწმუნებდა მუცელში ტყვია მიზისო. ბოლოს ყველას ხარხარს თავადაც აჰყვა და შეშინება ხუმრობაში ჩაატარა. ახო კი არ ისვენებდა. ბესიას ჩუმად წაშჩურჩულა და საფერავით სავსე ტიკი მარნის ბანზე აატანინა. აბა ახლა მონღოლური ნადირობა? შეზძახა ვახომ და შვილდისანი ატრიალა. მერმე ნადირი სად არის? შეახრიალეს აქეთ-იქიდან. დავითს კი უკვე ჰაშიში მორეოდა და წინ და წინ იცინოდა. ნადირობა? ნადირობა კარგია. დაჰკა ქოხსალამურავ, შენ სოხჩიაც მოვალ. ნადირთ საწვევი. მარდად. ქოხსალამურა. ასეთი ღრეობის შემხედარე ჯერაც ვერ მოსულიყო აზრზე. მან ჯერ გზაშივე დააპირა გაპარვა, მაგრამ ვახომ გაუგო და უნაგირზე მიაბა. ახლაც საწნახლის ბოლოზე ყავდა მიბმული. მეტი რა გზა ქონდა. ქოხსალამურამ სტვირი აახმიანა. ნაზი დარდიანი სატრფიალო დაუკრა. არა უფრო ჩქარი, უფრო ხმიანი, შეუძახა ვახომ და თავში მშვილდი წამოჰკრა. ქოხსალამურამ აურია კილო. სატრფიალოს სალხინებელი მოაყოლა, მაგრამ ვერც ამით აამა ვახახიშვილს. მეტი რიხი, მეტი. ახლა საიერიშო ააბა დიდბერიკამ. არც ეს კმარა. მუტრუკული. ქოხსალამურამ ახლა კი ყვერილი მორთო. საწნახელს ბარის ტარი დასცხო და აგუნას ხმაზე ააგუგუნ ააგრიალა.
ჯანოკასრის თავზე აცეკვდა. სიმთვრალისაგან ფეხზე დგომა აღარ შეეძლო. ფეხის წერებზე ცეკვა კი ჩინებული გამოსდიოდა. ვახახიშვილმა დავითის წინცალ მუხზე ჩაიჩოქა. კახთ ბატონო, ნადირობის მეფეო, საოცარი ნადირის გამოჩენა ბრძანე. მიბძანებია, ალუღლუღდა დავითი. პირველი სისხლის ჯილდო ბრძანე, არ გუნევისმე ვინც ინადიროს. ვახომ პირზე ხელმოჭი მიიდო და ერთი მგლურ საზარლად დაიყმულა. სადღაც მაღლა ბანის თავზე ასეთივე მგლური ყმუილი გაისმა. ხმა მიეცით ნადირს, ხმა! ბრძანა ვახომ და მშვილდისარი მოიმარჯვა. ყველა საოცარ ხმაზე აღმოულდა. მოულოდნელად მაღლიდან ბანის თავანში ჩრდილი ჩამოწვა. მართლაც უცნაური რამე ჩანდა. ვერ ვინ მიხვდა რა ნადირი მოძვრებოდა ბანის საკვამლეში. სულ რომ ჩამოძვრა, ყველამ გაარკვია და მიუხედავად სიმთვრალისა მიხვდა. ზევიდან სუფრისაკენ ნელი ტაატით სავსეთი კი ეშვებოდა. სუფრიონმა შეძახილიც ვერ მოასწრო. ვახომ ისარის ტყორცნა ეგრეთ წოდებულ ნადირს და პოლორჭიკის არეში გაუყარა. სისხლივით წითელი ღვინო დაედინა ნაისრავს. მოხვდა, მოარტყა, აღრიალდნენ ეგრეთ წოდებული მონადირენი. მაგრამ ტიკი არ ჩამოვარდა, პირიქით, ჰაერში კაცის სიმაღლეზე შედგა. იგი თოკზე ეკიდა ზემოდან. ნადირობის მეფის დღე გრძელობა, წამოხდა ვახო. ტიკს ისარი უცბად დააძრო, წვრილ შადრევნად ამოხეთქილ ღვინოს დაეწაფა. ჩახუტვით ხარბად ჩახრიბა. მერმე ტიკს ხელი კრა და ბარამს სახეში მიანარცხა. ალავერდი შენთანა ვარ არიქა. ბარამა იმარჯვა, თავი კრა ტიკს, იგიც გაქან გამოქანდა თოკზე, ირგვლივ ეგრეთ წოდებული მონადირენი ღვინით მორწყო და ისევ ბარამს დაუბრუნდა. იახშიოლ, შესძახა ბარამმა და ახლა კი დაეწაფა. ვიდრე ისრის ნასხვრეთს ნიშანდობლივ მიაგნებდა, სულ გადაეწუცა პირისახე. ბოლოს მიაგნო და მიმოცებული ხბოსავით სხვირტუჩი აჰკრა. ყველანი მოზიდულნი ელოდნენ თავის რიგს. დავითი კი რუმზე გადაღორებული ხარხარებდა. ქოხსალამურა გაშმაგებით უკრავდა, ხოლო გაშტერებულ ქარუხასირაჯს პირის დამუწვაც კი დავიწყებოდა. ბოლოს ყველაფერს ყაირათიანობამ დააზლია. სპილენძის დიდი ტაშტი მოარბენინა და ჰაერში მობორიალე ღვინო დადენილ ტიკს ქვევიდან სუფრაზე შეუყენა. ჩამოკიდებულ ტიკს ჯერ ნახევარი არიფანაც არ აქონდა შემოვლილი, როდესაც ბანის სარკმლიდან ბესიამ ჩამოჰყო თავი და დაიძახა. მოდის დავით ბატონო, ტერმოყვარე მოდის, ტერმოყვარე. მის გამოჩენას და ძახილს ქვევიდან ღრიანცელ ხარხარი დაახვედრეს და ტერმოყვრისა ვერც რა გაიგესრა. აზრის გაკითხვის დრო აღარ იყო. ტიკს ჩაჭიდებული ჯანო ჯორჯაძე ებრძოდა დაჭერილ ნადირს და გაყვიზინებული ხმით გაიძახოდა. საჩივარი ბატონო, საჩივარი მიიღე, ნახრეტი მცირია, ნახრეტი ვერ მივაგენ ჭრილობასა. დავითმა ჰაშიშითა და ღვინით შედუნებული ტანი ძლივს წამოსწია, მიაბჯრეს გაზახა. შუბი! დამოწოდებული შუბი ტიკს აცგერა. ზურგში გაახედვინა. ახლა ორ მხრივი ფეთქა შადრევანმა და ჭარუხას მოსაცალებულ ტაშტს ეთქეშა. ჩვესტერსა და დუშმანს ასეთი შუბის ნაცგერი, შეძახა ჯანომ. ხმალი იძრო და ტაშტის ღვინოში წვერი უკრა.
ფიცი ძმებო, დავითის შუბის ფიცი. ყველა მიარაღია მოიშიშვლა, ზოგმა შუბი, ზოგმა ხმალი, ზოგმა ხანჯალი. მაგრამ დამბაჩასაც კი წაუყო ტურჩი ღვინოში. იარაღიც, ასე ვთქვათ, აზიარეს და განათლეს ღვინოში. ვახახიშვილმა კი სიტყვაც დააყოლა: გვიბძანე ოღონდაც ჩვენო ბელადო ბატონო უფლისწულო და ასევე დაუღრით შენი მტრების სისხლსა. დავითმა შეიფერა ფიცი, ხელი მაღლა ასწია. იმედი მაქვს ერთგულნო, დროც მოვა, ბრძანებ. ჯერ კი. ახლა უესრად დავითს დაბანგულმა მეხსიერება მუღალატა. მოფიქრებული სათქმელი მოესხლიტა და ვერც ახალი მოიგონა რამ. ახლა კი ჯერ ყველას გადახედა. თვალში გაოგნებული ფიცის გარეშე დარჩენილი ქარუხა სირაჯი მოხვდა. ახლა კი ქეიფს ვბრძანებ, სირაჯს მოსწყურებია. ასვით, მაგასაც ასვით. წილიც დაუდეთ, ეგეც ჩვენი კაცია. წყურიაო, შეჰკივლავა ხომ და კოტიტა ფეხებში ხელი ამოჰკრა. ამოაყირავა სირაჯი და ტაშტზე გულაღმა დააგორა. არიქა ასვით, ეგეც მონადირია, კვლავ გასძახა დავითმა და რუმბთან ახლო დებული დიდი ძაბრი გადაუგდო ვახოს. ქარუხა უმალ გაქაჩეს ტაშტზე. პირში ძაბრი წასჩარეს და ნაისრალ ნაშუბარიტი კი დააწურეს. ქარუხა ხროტინებდა, დასაკლავი ტახივით ჭყვიროდა, ღაბაბი ლაყუჩებივით უფეთქავდა. ყლაპა, ყლაპა, საკუთარი ქონება, შენახება, გაიძახოდნენ აზრ გადასული მოქეიფენი. ქოხსალამურა მიგრძნო, რომ მისი ეგრეთ წოდებული ყლაპის დროც მალე დადგებოდა. ღრიანცელში თოკი ვიღაცის ხანჯალს შეაჭრა და გარეთ გავარდა. კარსიქით გიორგი ბატონიშვილს შეეჩეხა. გვეპატრონე ბატონიშვილო, იქ მიხედეთ რა ყოფაში არიან უშველეთ ქარუხასა. გიორგი ბატონიშვილმა ზაზაკახნიაური გაიყოლა და მარან სარდაფში შევიდა. ამ ღრიანცელში მისი შესვლა არ ვის გაუგია. სამაგიეროდ გიორგიმ კარგად მოათვალიერა მარანი. კარგათაც გაიგო ბანის სარკმლიდან თავჩამოყოფილი ბესიას არაერთ გზისი ძახილი. დავით ბატონო, ტერ მოყვარე მოგწვდა, ტერ მოყვარე და რომ მოქეიფეთ ვეღარაფერი გააგებინა, დაჩუტული ტიკი თოკიანად ქვევით ჩამოაგდო. უფროს ძმასა და მხიარულ არიფანას გაუმარჯოს, განზრახ დარდიმანდად გასძახა გიორგიმ და წინ წადგა. ყველანი გახევდნენ. მხოლოდ ქარუხა სირაჯმა ტაშტიანად ძირს გაიღო ზღართანი. მაგრამ აღარავის გასცინებია. გიორგი? უამური გაკვირვებით წამოიძახა დავითმა. ჯერ დაიბნა, მერე გაწყრა. რად მოსულ ხარ? ვინ მოგიწვია? სიფიცხისაგან მუხლებიც კი შეუტოკდა დავითს და მოახლოებულ ვახტანგ ვახახიშვილს დაეყრდნო. მანაც იდროვა და წასჩურჩულა. გვიბძანე. ახლა გავუსწორდებით მტერ მოყვარეს. დავითმა კარგად გაიგო ჩურჩული. მის ნაბანგარ გონებას დაუჯდა კიდევაც ჭკუაში. თავის მეაბჯრეს ხმალი გამოსტაცა. რად მოსულ ხარ? თუ არ სამტროდ? გიორგის ფერმა გადაკრა, მაგრამ დაძლია სიფიცხეს და სულ დინჯად გასცა პასუხი დავითსაც და თითქოს სხვებსაც. ტყუილად მთვლით მტერ მოყვარეთ. მე ძმურად მოვსულ ვარ და მახარობლად. მახარობლად?
დაიბნა დავითი. მის ფერხთით ღვინით სავსე რუმბი თითქოს გაცოცხლდა, ახვანცალდა, ფეხი აუშალა. ვინ გამოგზავნა? რის מחარებლად? ძეობას მოგილოცავ, ძმაო, ვაჟის შეძენას. ქეთევან დედოფალმა გამომგზავნა, შინ გიხმობს. ვაჟის შეძენას? სახე გავრწყინებულად წამოიძახა დავითმა და უფრო შეტოკდა. ვახტანგმა ხელი დაუჭირა. ისევ მოასწრო წარჩურჩულება. ხაფანგი არ იყოს რამე. ეჭვიან დავითს ერთხელ კიდევ მოედო ცეცხლი. ხმალი აიქნია, აბა დაიფიცე. გიორგის მრუდად გაეღიმა. ფიცავ! პირჯვარი ისახა და სიფიცხეს რომ შეუმჩნევლად მორევოდა, მახლობელ ხელადას დაეწაფა. დავითმა ხმალი გადააგდო. ვახო მოიშორა და ფეხ შეშლილად მიიჭრა ძმასთან. გიორგი, ძმაო ჩემო, აღგზნებულად გადაეხვია, გადაკოცნა, მერმე ძალამ უმტყუნა. ისევ გიორგიმ დაამაგრა ფეხზე. ჩუმადაც წარჩურჩულა. აბა ძმაო, ახლა ვწავიდეთ. ქეთევანი გელის მოუთმენლად. უბრად ვიყავითო, ახლა მოვაო. დავით სლოკინი აუვარდა. მოუნელებელი ღვინისა და ჰაშიშის შემპარავის სუნი მოხვდა გიორგის. ღვინო! შეზახა დავითმა და როგორც კი მოართვეს, ხელა და ხელში შეუმძიმდა. სათქმელიც აერია, გიორგიმაც იდროვა და ჩუმად ურჩია. ხარდალევ, ვეღარ იმგზავრებ, იქ კი გელიან, ქეთევანმაც გთხოვა. ვაჟს გაფიცებ ნუღარდალევო. დავითმა უეცარის სიბრაზით გასტყორცნა ხელა და კედელში ანარცხა, მწყრალადაც წამოიძახა. მაშორეთ ღვინო! მაგის სახსენებელი გაქრა. ერთი ნახტომით მიიჭრა გადამობრუნებულ ტაშტთან. ხმალი აიტაცა და ალმედად გადაუქნია მის საჯდომად გამართულ სავსე რუმს. ნახმლევში სისხლივით იფეთქა ღვინო. აკუწეთ, მოსპეთ ღვინის სახსენებელი, დაისაჯოს იგი, მაცდური და მავნე. დაიგრიალა დავითმა და ახლა თაროებზე დაგორებულ ტიკჭორებსა და სავსე ბოცა ქოსოებს დაერია. სხვებიც ამოუდგნენ გვერდში და მალე მარანში ღვინის ტბორი დააყენეს. აღრიალებული ქარუხა სირაჯი ზაზას გარეთ გააყვანინა გიორგიმ. თავად კი გულხელდაკრეფილი შესქერო და თავისი ძმის მიერ ეგრეთ წოდებულ ღვინის დასჯას. მერმე გარეთ გაიყვანა, თავისი ნაბადი მოახურა და ცხენზე ძლივ შესვა. შენი მათ უპატრონე ზაზაო, უდავითოთ ადვილად მოიყვან ჭკუაზე, მხოლოდ დინჯად. ჩუმად დაარიგა და ერთხელ კიდევ მოხედა მარანს. იქიდან კვლავ ღრიანცელი მოისმოდა. მარნის ღრუბთან კი კიბეზე ქვედამხობილი ქარუხა სირაჯი უკან აღებინებდა დიდებული სტუმრების მიერ ძაბრით ნაყლაპ ეგრეთ წოდებულ საკუთარ ქონებას. გიორგი ძმას გვერდში ამოუდგა ცხენდაცხენ. ქალაქის ქუჩებს უგანეს. შუკებში გავიდნენ, მერმე საღამოს შეპარულ ტყეში. და როდესაც შეატყო ძმა ძლივ სიჯდა ცხენზე, ნეკერჩხლის ძირში ჩამოხდა, ძმა ნაბადზე მიაწვინა, ყველა დაითხოვა. მარტო დარჩა გაბანგული და გალეშილი ძმის დარაჯად. ჭმუნვით დახურებდა უგრძნობლობაში ჩაბუბნულ უფლის წყულს. ტახტის ავყია მემკვიდრეს და 1000 აუგი და ვერაგი ფიქრი გარს უბზუოდა მასაც.
მარნის ღრეობისას ძმასთან შეყრა, იქ ნანახი და ნასმენი გიორგისათვის სულ აშკარად ხდიდა თუ რა ღვარძლსა და სურვილს ატარებდა უფროსი ძმა მის მიმართ. იგი კარგად გრძნობდა, რომ დავითის ხელში არ შეიძლებოდა გახარება არც მისი, არც კახეთისა, არც სიბერეში შესული დედმამისა და არც თუნდაც დავითისავე ყოვლად სათნო მეუღლისა, რომელმაც გამოგზავნა გიორგი და რომლის სახელმაც ბოლოს და ბოლოს იხსნა იგი. დაიფარა. აღარ შეამარცხა მთვრალებს. ეს დღეს ხოლო კიდევ უარესი იქნება, გონებ გარდუვალი ჩიხიც მარცხის დრო დგება. უნებურ ფიქრს შუბლიდა რომ იშორებდა, იგი ახლა კეფაში მოუძვრებოდა. ხვალის იქით მარცხის მოლოდინი გარდუვალია. დღეს კი მისი ძმა, მისთვის ავის მდომელი და მამზადებელი, მის ხელთა აგერ. სულ უბრალო ამბავია, უნაგირის ბალიში, ან უფრო უბრალოდ ნაბადი რომ დააჭიროს პირზე, მიუძლურებულსა და გაბანგულს. ისე დალევს სულს, ვერც თავად გაიგებს და ეჭვსაც ვერავინ აიღებს, რომ აიღონ, ყველას ეამება. ასე სჭირია ყველა კეთილგანწყობილს. გრძნობს იცის გიორგი მეს, მაგრამ მარტო ცოდნა რომ არ კმარებულა, არა ძალაც აქვს, გაბედულებაც ახლავს, მაგრამ მარტო ძალა და გაბედულებაც არ ყოფილა საკმაო. ეკერჩხლის ძირს მიეყრდნო გიორგი და ფოთლების შრიალს უსმენს. ტოტებს კარგახანია ბინდ-ბუნდის შეპარვიათ. ამ ჩაჩრდილულ შრიალთან შერწყმით თავისი ჭირვეული ძმის კრიჭა შეკრული და უსწორო ფშვილვა ესმის. ხსიერებაში კი სულ უფროსი, სტამბოლს დაღუპული ძმა ესახება. ის როგორ მოიქცეოდა, ერეკლე, ჩემს ადგილზე. არა, ძმის სისხლს ის არ დაიცხებდა ხელზე. გუმანშივე ეპასუხებოდა თავს და თავის ფიქრებს ნეკერჩხლის ტოტებივით ჩხრეკს. დავითი? თავად დავითი კი? და განა დავითი არ უპირებდა? თუნდაც დღეს იმ მარანში ხმლით მასპინძლობას. სხვას რას ვკითხულობ? მე როგორ მოვიქცე? მართებულიც ვიყო და არც სანანი. სულის საქენჯნი დამრჩეს და მაინც ერთი კითხვა კიდევ დაებადა. იქნებ იმიტომ, რომ თავისი გულის პასუხი საბოლოო ჯერაც არ გადაეჭრა. ჩვენი უმცროსი ძმა, კონსტანტინე კოსტალა, ის როგორ გამოიქცეოდა? მაგრამ აქ კი პასუხი ვეღარ გასცა თავს და სულ დაიბნა. ხეზე შემოფრენილ ზარნაშოს ხმამ კი სულ არია, ყურში ჩარჩენილი კივილის ხმა შეახსენა. რა კივილის? ისევ ნეკერჩხლის ტოტებს დაუწყო ჩხრეკა. ფოთლებში გაცრილ, ჩაბინდულ ცაზე აკიაფებული პირველ ვარსკვლავი დაინახა. აკიაფებული კი არა, გადმოკაკლული. ახლა კი კივილის სიტყვებით შემოერხა. შენი ძმა, ჩემი მეუღლე, შინ მომიყვანე, შენ მოიყვან. მოვიყვან,
მოვიყვანუსა თუოთ შესძახა და ძმას მივარდა გიორგი. ადექ ძმაო, სახიფა თუ ასეწოლა. მალე ადექ. დავგვიანდით, შეძრული ხმით გულის ღვარძლის დასაძლევად აღვიძებდა გიორგი თავის საშიშ მეტოქე ძმას. გაიღვიძე. დავგვიანდით, გირჩევნია გაიღვიძე. დავითმა როგორც იყო თავი წამოსწია. გიორგის დამნაშავესავით შეხედა და მძიმედ წამოჭედა. შეციებულად თუ შეშინებულად მოიყუჟა. არც გიორგი უმზერდა თავი ძმას სულ ნათელი თვალებით. ორივენი უსიტყვოდ დაიძრნენ. მხლებლები მონახეს და გზას გაუდგნენ. ნეკერჩხლის მრუდე ჩრდილი უკან შემოიტოვეს ძმებმა. მაგრამ გიორგის ისეთი გრძნობა დარჩა, თითქოს ის ჩრდილი მის მომავალ სავალს შემოადგა და უკან გაჰყვა.